ირანს უკვე შეხვდა ორ საზღვაო ექსპედიციურ დანაყოფს, ახლა გეაშეთეშე ისტორიულ ნაბიჯს დგამს. ძლიერი ძალა მიემართება ჰორმუზის სრუტისკენ და ეს სამუდამოდ შეცვლის სრუტის მართვის წესს. ელიტური პარაშუტისტები გზაში არიან. ისინი ჰორმუზის დასაპყრობად ემზადებიან. ირანი მზად არ არის, რადგან აშშ ოპერაცია ეპიკური რისხვის ახალ ეტაპზე გადადის. 82 საჰაერო სადესანტო დივიზია ახლო აღმოსავლეთში იგზავნება რამდენიმე კვირიანი სპეკულაციების შემდეგ. პენტაგონმა 24 მარტს გამოაცხადა, რომ აშშ ირანში საომარ ზონაში 2000-ზე მეტ ელიტურ პარაშუტისტს აგზავნის. ეს აშშ-ის მხრიდან დიდი ესკალაცია და კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ აშშ შეიძლება უფრო მეტად მიუახლოვდეს სახმელეთო ძალების შეყვანას. შესაძლოა კარგის კუნძულზე, როგორც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საშუალება. Washington Post-ი იუწყება, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაამტკიცეს წერილობითი განკარგულებები ამ განლაგების შესახებ, რომლებიც გაგზავნილია 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის Fort Bragg-ის შტაბში, ასევე იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც ამ დანაყოფის პირველი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის წევრები არიან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ზეპირი ბრძანებები უკვე გაცემული იყო, როგორც საქმესთან დაახლოებულმა ორმა წყარომ Outlands განუცხადა. ამ ბრძანებებს ბევრი 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის სწრაფი რეაგირების ძალალის წევრი იღებს, რაც აჩვენებს სიტუაციის სერიოზულობას. რატომ? სწორედ სახელშია მინიშნება. სწრაფი რეაგირის ძალა სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ შეტყობინებიდან 18 საათში განლაგდეს და ის იმდენად მრავალმხრივია, რომ თითქმის ნებისმიერი სახმელეთო ოპერაციის შესრულება შეუძლია. აეროდრომების დაკავება, მაგალითად კარგის კუნძულზე არსებული, ამ ძალის ერთ-ერთი ამოცანაა, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მაგალითად ნავთობის მილსადენებისა და ტერმინალების დაპყრობა, რომლებიც სწორედ ამ კუნძულზე მდებარეობს. Task and Purpose აღნიშნავს, რომ 82 სწრაფი რეაგირების ძალის წევრები ყოველ 6 თვეში იცვლებიან, რადგან პასუხისმგებლობა 3 ბრიგადას შორის გადადის. ბრიგადა IRF-1 განისაზღვრების შემდეგ მისი ნახევარი წლის პასუხისმგებლობაა 3-დან ყველაზე მზად იყოს გასაგზავნად. სტრუქტურა ღრმა, რადგან ბრიგადაში ბატალიონი IRB-1 და ასეული IRC-1 შედის, რომლებიც დანაყოფის დონეზე პირველად გაიგზავნებიან. აქ ხედავთ, რომ აშშ-მ შექმნა ძალა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ახალი კრიზისების საპასუხოდ. რაც ახლა ხდება ჰორმუზის სრუტეში ნამდვილად კრიზისია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანის ბლოკადამ სრუტეში ნავთობისა და გაზის ფასების ქაოსი გამოიწვია. აშშ-ზე ზეწოლას ახორციელებენ როგორც პარტნიორები, ისე არაპარტნიორები, რომლებსაც სრუტის პრობლემებმა დააზარალა. 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის გაგზავნა კი შეიძლება ამერიკის პასუხი იყოს ამ ზეწოლის შესამცირებლად. სავარაუდოდ კარგის კუნძული იქნება მთავარი გასაღები. აშშ-ის გეგმები შესაძლოა ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში ზედმეტ ესკალაციად იქცეს. რაც შეეხება 82 დივიზიას, უკვე კვირებია ჭორები ვრცელდება, რომ მსგავსი რამ მალე მოხდება. 6 მარტს Washington Post-მა გამოაცხადა, რომ დივიზიის გეგმების შეცვლამ ირანში განგზავრების შესახებ საუბრები გამოიწვია. 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის წევრებს მნიშვნელოვანი წვრთნა გაუქმდათ და პარაშუტისტებს უთხრეს ჩრდილოეთ კაროლინაში დარჩენილიყვნენ, Fort Polk-ში, ლუიზიანაში, კოლეგებთან ერთად წვრთნაზე არ დასულიყვნენ. პენტაგონი მაშინ ფრთხილად საუბრობდა. ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ოპერაციული უსაფრთხოების გამო მომავალ ან ჰიპოთეტურ გადაადგილებებზე კომენტარს არ აკეთებენ. ახლა ვიცით, რატომ გაუქმდა წვრთნა. აშშ უკვე განიხილავდა სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის სახმელეთო ძალების შეყვანასაც კი, მას შემდეგ რაც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდა. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრდვინავი ლომის პირველ დრეებში. ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სერიოზულ გეოპოლიტიკურ პრობლემად იქცა წვრთნის გაუქმებიდან სრულმასშტაბიან განთავსებამდე. 82 დივიზიის პარსის ყურის რეგიონში ჩასვლისას, სავარაუდოდ კარგის კუნძულზე სახმელეთო შეტევა პრიორიტეტი იქნება. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა ჩანს, რომ აშშ კარგის კუნძულის ოკუპაციას ჰორმუზის სრუტის პრობლემის მთავარ გასაღებად მიიჩნევს. 82 დივიზია ყურის რეგიონში სამიზნეებს საფრთხეს შეუქმნის, სახიფათო სრუტის უშუალოდ გავლის გარეშე. Axios-ის ცნობით, პოლკოვნიკმა მარკ კანსიანმა აშშ-ის საზღვაო კრეიტა ყოფილი და სტრატეგიული კვლევების ცენტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ კარგის კუნძული 7.7 კვადრატული მილისაა და სტრატეგიულად მდებარეობს სრუტის ჩრდილო-დასავლეთით, რაც 82 დივიზიას სრუტის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს. ის საკმარისად ახლოა და მნიშვნელოვანია, რომ სრუტის გახსნისას კუნძულის დაკავება აშშ-ისთვის ღირებული იყოს. კარგის კუნძული ირანისთვის აუცილებელია. ქვეყნის სანაპიროდან 20 მილის დაშორებით მდებარე პატარა კუნძულზე 20,000 ადამიანი ცხოვრობს. უმეტესობა ნავთობის მუშაკია.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რატომ არის ეს კუნძული ირანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ეს ნავთობის მუშაკები მართავენ ტერმინალს, რომელიც ირანის მიერ სხვა ქვეყნებში გაყიდული ნავთობის 90%-ის მთავარი გასაგზავნი წერტილია. ეს ნავთობი ირანული რეჟიმის ეკონომიკური სიცოცხლის ხაზია. 2024 წელს, რაც არის ყველაზე ბოლო წელი, რომლისთვისაც გვაქვს ზუსტი მონაცემები. ირანმა ნავთობის გაყიდვებიდან მიიღო 53 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით მეტია. GIS-ის ანგარიშებით, ეს 53 მილიარდი დოლარი ირანის საექსპორტო შემოსავლის 57%-ს შეადგენდა 2024 წელს. ირანის ნავთობის 90% ყარგის კუნძულზე გადის, რაც მას რეჟიმისთვის სერიოზულ სუსტ წერტილად აქცევს. თუ ყარგის კუნძულს აიღებენ, აშშ-ო ირანის საექსპორტო შემოსავლის ნახევარზე მეტს წაართმევს და მის ეკონომიკას დაასუსტებს. 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის სპარსეთის ყურეში გაგზავნით, აშშ-ო თითქოს ოკუპაციის საფუძველს ქმნის, რაზეც ჭორები მას შემდეგ ვრცელდება, რაც 13 მარტს საჰაერო დათმევმა ყარგის კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ თავდაჯერებულობის უკან სერიოზული პრობლემებია, თუ გეგმა ისაა, რომ 82 საჰაერო სადესანტო დივიზიამ ყარგის კუნძული ამაიძული აიღოს. ამ პრობლემებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. მაგრამ სანამ დეტალურად განვიხილავთ რა პრობლემებია, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ არხის სარგებლობთ, გამოიწერეთ, რომ ჩვენი ანალიზი არ გამოგსჩეთ. მიუხედავად იმისა, რომ 82 საჰაერო სადესანტო დივიზია და მისი სწრაფი რეაგირების ძალა, შთამბირების ძალა, შთამბეჭდავია განთავსების სისწრაფით, დივიზია მაინც არ არის შექმნილი ყარგის კუნძულის დაკავებისთვის. განსიანი აქსიოს ამბობს, რომ დივიზიამ მსუბუქი კრეითია, ამიტომ დაშვებისას დაუცველი იქნება და ჯავშან ტექნიკის შეტევის შემთხვევაში საფრთხეშია. კანსიანი აღნიშნავს, რომ დივიზიას ახლო მდებარე მხარდაჭერა აკლია, რაც მიანიშნებს, რომ ირანი და მისი რაკეტების გაშვების ადგილები ყარგის კუნძულთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამერიკული ბაზები. აშკარაა, რომ ამერიკის ირანზე ზეწოლის გეგმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად უფრო რთულია, ვიდრე ჩანს. აშშ-მ უკვე დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ჯავშან ტექნიკის გამოწვევების დასაძლებად. ადრე აღნიშნეთ, რომ ყარგის კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები მოხდა. ეს ალბათ კუნძულის ჯავშან ტექნიკის განადგურებას გულისხმობდა, თუმცა დარტყმები 2 კვირის წინ მოხდა ვიდეოს გამოქვეყნებამდე. შეეძლო ირანს კუნძულზე მეტი ჯავშან ტექნიკა გადაეყვანა. ეს შესაძლებელია და აშშ-ისთვის სერიოზული გამოწვევაა. კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ 82 საჰაერო სადესანტო დივიზია ვერ შეძლებს ყარგის კუნძულის აღებას არის ის, რომ ეს ერთადერთი დანაყოფი არ არის, რომელიც სპარსეთის ყურეში მიემართება. 82 დივიზიის განლაგების გამოცხადებამდე აშშ-მ უკვე გაგზავნა 2 საზღვაო კრეითთა ექსპედიციური დანაყოფი, ანუ MEU, ირანის მიმართულებით. ამფიბიური ჯგუფი USS AAA, რომელიც შედგება 3 გემისა და 4500 სამხედრო მოსამსახურისგან, მათ შორის 31 MEU-ს, 2200 წევრით, უკვე მიემართება ოკინავადან, იაპონიიდან. მათ უერთდება 11 MEU, რომელიც სან-დიეგოდან USS Boxer-ის ამფიბიურ ჯგუფთან ერთად გამგზავრდა. ამ MEU-საც დაახლოებით იგივე რაოდენობის წევრები ხრები ყავს, ამიტომ აშშ-ო სპარსეთის ყურეში 1000-ობით ჯარისკაც უფრო მეც აგზავნის, ვიდრე 82 დივიზიის გაგზავნით ჩანდა. MEU-ების ჩართვა მთლიანად შეცვლიდა ქარგის კუნძულის დაკავების სცენარს. ამფიბიური შეტევის ჯგუფები სირთულეების დასაძლევად არსებობს, რომლებსაც 82 დივიზია ქარგის კუნძულის დაკავების მცდელობისას შეხვდება, ამბობს განზიანი. ჟურნალ Time-ის მიხედვით, MEU-ები ხშირად პირველ სახმელეთო ძალებად ჩადიან კონფლიქტის ადგილზე და აერთიანებენ კრეითს ჯარისკაცებს, ჯავშან ტექნიკას, ვერტმფრენებს, გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და საარტილერიო დანადგარებს. ირანის ქარგის კუნძულზე ჯავშან ტექნიკის გამოყენების საპასუხოდ საჭირო ყველაფერი. MEU-ები შეკრული ძალებია, რომლებიც თითქმის ყველა სიტუაციაში მოქმედებენ. აშშ-ო 2 MEU-ს და 82 საჰაერო სადესანტო დივიზიას ირანში აგზავნის. აქ ჩანს, რომ აშშ-ო ცდილობს გაუმკლავდეს კიდევ ერთ გამოწვევას ქარგის კუნძულზე სახმელეთო ძალების შეყვანასთან დაკავშირებით, სადაც მთავარი პრობლემა თავად კუნძულის აღება არაა. ამ გამოწვევის უკან დგას კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ქარგის კუნძულის შენარჩუნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ირანზე ზეწოლის მოსახდენად ჰორმუზის სრუტეში. მიუხედავად იმისა, რომ ქარგის კუნძულის აღება აშშ-ისთვის უზარმაზარი მოლაპარაკების ბერკეტი იქნებოდა, ჰორმუზის სრუტის კრიზისში ირანს აქვს პოტენციური პასუხები აშშ-ოს გეგმებზე. ესეთი პასუხი შეიძლება იყოს თავისთვის ზიანის მიყენება ამერიკის ავნებისთვის. ირანმა შეიძლება გააკეთოს ის, რაც სადამ ჰუსეინმა ყატის ნავთობის საბადოებში სპარსეთის ყურის ომის დროს გააკეთა და გადაწვას ქარგის კუნძულის ნავთობის ობიექტები აშშ-ის ხელში ჩაგდებამდე. ეს წაართმევს მოლაპარაკების ბერკეტს და ამერიკის ძალებს უზარმაზარი ხანძრის წინაშე დააყენებს, რომლისგანაც მათ ადვილად ვერ შეძლებენ ქარის საწინააღმდეგოდ გადაადგილებას, განსაკუთრებით თუ ირანი ისე დაგეგმავს განადგურავს, რომ ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც ამერიკის ძალები ობიექტებს დაიკავებენ.
თუმცა ირანი გაანადგურებს ნავთობის ობიექტებს, რომელთა აღდგენას წლები დაჭირდება და ქვეყანას მრავალწლიან ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდებს, მიუხედავად ოპერაცია Epic Fury-ის შედეგისა. ეს ირანის ბირთვული არჩევანია. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ირანმა გამოიყენოს ახლო მდებარეობა და 140 მილის დაშორება ქუეითის ამერიკულ ობიექტებამდე. 82 საჰაერო სადესანტო დივიზიისა და 2 საზღვაო ექსპედიციური შენაერთის მომარაგება, რომლებიც ქარგის კუნძულის დაკავებაზე არიან პასუხისმგებელნი, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს აშშ-ისთვის. ისევე როგორც ის ფაქტი, რომ კუნძულზე განთავსებული დანაყოფები ირანის რაკეტებისთვის ადგილ სამიზნეებად იქცევიან. დიახ, ირანმა 5 მარტისთვის სარაკეტო გამშვევი პოზიციების 75% დაკარგა. თუმცა ჯერ კიდევ აქვს ცალკეული და მობილური გამშვები, რომელთა გამოტანა, გამოყენება და დამალვა შეუძლია. ქარგის კუნძული იმდენად პატარაა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების გასანადგურებლად რამდენიმე ღენიმე დარტყმა საკმარისია, განსაკუთრებით თავდაცვის შეფერხებისას. ეს სირთულეებია, რომლებსაც აშშ გაუმგლავდება. საზღვაო ექსპედიციური შენაერთები სპარსეთის ყურისკენ ჯერ არ ჩამოსულან, მათ უკან 82 საჰაერო სადესანტო დივიზია მოდის. თუ კარგის კუნძული მიზანია, აშშ აგროვებს შესაბამისი ზომის ძალას კუნძულის დასაკავებლად და შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვას ამზადებენ ქუეითის ქალაქში, რომ კუნძულ კარგზე ოკუპაციის შემდეგ მალევე გაგზავნონ. აშშ-ში საჰაერო ძალები პატრულირებენ ირანის სანაპიროს და ანადგურებენ რაკეტების გაშვების ადგილებს, რაც ამცირებს ადვილი სამიზნის პრობლემას. უნდა დავსვათ კითხვა. ღირს 82 საჰაერო დესანტისა და 2 საზღვაო ექსპედიციური დანაყოფის გაგზავნა კუნძულ კარგზე. აშშ-თვის პასუხი ალბათ კატეგორიული დიახ იქნება, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მთელი სახმელეთო ძალა შეიძლება ირანში მიემართებოდეს. კუნძულ კარგის ოკუპაცია ჰორმუზის სრუტის გახსნას ემსახურება. უკვე გითხარით, ეს კუნძული სავაჭრო ბერკეტია. ეს ბერკეტი აშშ-ს გაახარებს, ახლა სრუტეში არსებული მდგომარეობის გამო. ეს ერთადერთი წყლის გზა ძირითადად ირანმა დაბლოკა. ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ, რაც პრობლემაა, რადგან მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის 20% ამ სრუტეში გადის. ირანი თავის ძლიერ ბერკეტს წარმატებით იყენებს, რის შედეგებსაც ბოლო კვირებში ვხედავთ. Hellenic Shipping News-ის მიხედვით, მარტის დასაწყისიდან 23 მარტამდე სრუტე აზზე ნაკლებმა სავაჭრო გემმა გაიარა. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეში დღეში 140 გემი გადიოდა. ეხლა საშუალო 5-დან 6 გემამდეა, ძირითადად ირანის დროშით ან თეირანის რეჟიმთან დაკავშირებული. ირანმა ასევე დაიწყო ჰორმუზის სრუტის სიტუაციის განხილვა, როგორც საშუალება, რომ ცოტა დამატებითი ფული გამოიმუშაოს. 24 მარტის ანგარიში ტელეგრაფმა განაცხადა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში რეჟიმის მიერ დამტკიცებული მარშრუტები შექმნა, რომლებიც გემებს წყლის გადასახადის სისტემაში ატარებს. უსაფრთხო გადაადგილების საფასური $2 მილიონ ადის, როგორც წყარო იუწყება. ირანი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ამით სრუტე ისევ გახსნა. აშშ და სავარაუდოდ დანარჩენი მსოფლიო უპასუხებენ იმით, რომ ეს გადასახადები იმდენად აბსურდულად მაღალია, რომ აშკარად იმისთვისაა გამიზნული, რომ გავლა მხოლოდ ყველაზე სასოწარკვეთილ სავაჭრო გემებს შეძლონ. არ იქნებოდა სწორი იმის მტკიცება, რომ კარგის კუნძულის აღება პირდაპირ გადაჭრის ჰორმუზის სრუტის პრობლემას, მაგრამ ეს დაეხმარებოდა. მილიარდები, რომელსაც აშშ შეძლებდა გამოეყვანა ირანის ეკონომიკიდან, ამ კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურის კონტროლით, თავისი საზღვაო ექსპედიციური დანაყოფებითა და 82 საჰაერო სადესანტო დივიზიით კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენდა ირანის რეჟიმზე. ეს ზეწოლა დაემატებოდა იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებმაც რეჟიმი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომელშიც ახლა იმყოფება. აშშ შეეძლო კარგის გამოყენების უფლება ჰორმუზის სრუტის გახსნაზე დაეკავშირებინა. ირანს კი ეს სერიოზულად განეხილა. ჩვენ მხოლოდ სახმელეთო ჯარების შეყვანის ვარიანტი განვიხილეთ. კიდევ ერთი ვარიანტია. როგორც Time იუწყება, აშშ აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო. შეიძლება ამ მოლაპარაკებებთან ბევრი გაურკვევლობაა. დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ირანი სასოწარკვეთილია შეთანხმების მისაღწევად, მას შემდეგ რაც სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა. 24 მარტს ტრამპმა თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა კონდეს და ეს ამერიკის პრიორიტეტია. მოქმედმა რეჟიმმა პირობა დადო, ბირთვული იარაღს არ ააშენებს. ეს ყველაფერი 15 პუნქტიან გეგმას ემატება, რომელიც აშშ-ს შეიმუშავა ცეცხლის შეწყვეტისთვის. AP News-ის ცნობით ამ გეგმაში შეიძლება იყოს ისეთი მოლაპარაკების თემები, რომლებზეც თავიდანვე შეთანხმება ძნელია, მათ შორის ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა და მისი მხარდაჭერა რეგიონული მილიციებისა და პროქსი ჯგუფებისადმი. ასე რომ წინსვლა არა, ირანის თქმით აშშ ვერ აღწევს მიზნებს და საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, განაცხადეს ირანის სამხედროებმა 25 მარტს. ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ზულფიქარიმ სწორედ ასე განაცხადა. თქვენი შინაგანი ბრძოლა იმ დონეს მიაღწია, რომ საკუთარ თავთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს.
და თქვა, თქვენს მარცხს შეთანხმებას ნუ უწოდებთ. BBC ამატებს, რომ ირანში ბევრი ართulis, რომ ისლამური რევოლუციური გვარდია მზადაა აშშ-ქურსთან მოლაპარაკებისთვის, რადგან ის ზედმეტად მტკიცეა თავის ფუნდამენტურ რწმენებში და არც კი უზარმაზარი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება არ დაარწმუნებს მიზნების შეცვლაში. რთულია გაარკვიო, რა ხდება, როცა ორივე მხარე ასე განსხვავებულად საუბრობს. ამან შეიძლება გამოავლინოს ნამდვილი მიზეზი, რის გამოც მიემართება 82 საჰაერო სადესანტო დივიზია სპარსეთის ყურეში. კარგის კუნძულის ოკუპაცია კვლავ რეალური შესაძლებლობაა. მაგრამ ის, რასაც ახლა შეიძლება ვხედავდეთ, არის ის, რომ დონალდ ტრამპი დროის მოგებას ცდილობს მოლაპარაკებებზე საუბრით, რომელსაც მიზანმიმართულად იყენებს ირანში დაბნეულობის შესაქმნელად. ირანის რეჟიმი რთულ მდგომარეობაშია. გახლეჩა აშკარად მოხდა მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობის რამდენიმე დონე გაანეიტრალეს. ამიტომ რეჟიმის შიგნით კომუნიკაცია შეიძლება ისეთი ეფექტური აღარ იყოს, როგორც საჭიროა. შესაძლოა რეჟიმის ზოგი წარმომადგენელი აშშ-ს ესაუბრება, როცა სხვებს გონიათ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ვინ იცის? ეს მთავარია. ტრამპი შეიძლება ამ სიტუაციას იყენებდეს, როცა მეტი ამერიკელი ჯარისკაცი ირანისკენ მიემართება. ამ ფონზე 82 დივიზია გზაშია. მას შეუერთდება 2 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ერთეული. თუნდაც კარგის კუნძული არ განიხილებოდეს, ეს ნიშნავს, რომ აშშ ირანის რეჟიმს მკაფიო გზავნუგზავნის უგზავნის. თუ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მალე უნდა დაიწყოს. აშშ ირანს აჩვენებს მზადყოფნას ყველა სცენარისთვის, მათ შორის სახმელეთო ჯარების განთავსებასაც. ის ყოველდღიურად აძლიერებს პოზიციას სპარსეთის ყურის რეგიონში. ირანში შეიძლება ისტორიული რამ მოხდეს და ეს არის ის, რისიც ირანს ყველაზე მეტად ეშინია. აშშ-მ ბურთი ირანის რეჟიმს გადასცა. რეჟიმის რეაქცია განსაზღვრავს მომავალს. თუ აშშ კარგის კუნძულის დაკავებას აპირებს ირანზე ჰორმუზის სრუტის კონტროლის შესაზღუდად, ის საფუძვლიანად ემზადება ამისთვის. 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის განთავსების გამოცხადებამდე, აშშ-მ ჰორმუზის სრუტესთან მიწისქვეშა რაკეტების ბაზებზე მასიური ბუნკერის გამანადგურებელი ბომბებით შეტევა განახორციელა. ამ დარტყმებმა შეიძლება კრიტიკული საზღვაო გზა გახსნას. დეტალები ვიდეოშია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ Operation Epic Fury-ის გაშუქება. მადლობას გიხდით ყურებისთვის.